მოგესალმებით პატრიცემულო რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. ორშაბათია დღეს, მოგეხსენებათ ორშაბათობით ჩვენ ძირითადად საუბრობთ პოლიტიკაზე, ან ეკონომიკაზე, ან ორივეზე ერთად და აი დღესაც ზუსტად ასე მოგვიწევს როგორც პოლიტიკაზე, ასევე ეკონომიკაზე საუბარი, ვინაიდან ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი პრიორიტეტები, სამეზობლო პოლიტიკის მონიტორინგის მნიშვნელობა და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო თემებია ჩვენო ძირფასო მსმენელებო. სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენთ კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან ქალბატონი შორენა ლორთქიფანიძე და საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრიდან ბატონი შოთა მურღულია. მოგესალმებით ქალბატონი შორენა, ბატონო შოთა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და თავდაპირველად მოდით ჯერ ვისაუბროთ ზოგადად მოკლედ ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, მის მნიშვნელობაზე, საქართველოს ჩართულობაზე და იმ სამოქმედო გეგმის მონიტორინგზე, რომელსაც ახორციელებს თქვენი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და პლუს კიდევ ვინ არის ჩართული, ესეც რომ გითხრათ და ჯერ უნდა სამეზობლო პოლიტიკა კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რათა კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო აქტიურად ჩაგვერთონ ჩვენი მსმენელები, ჯერ გაიგონ არსი, რაზე გვაქვს მთავარი აქცენტები და მე იმედი მაქვს რომ ისინიც აქტიურად ჩაგვერთვებიან, ვინაიდან მათ აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად აი ამ მონიტორინგის მიმდინარეობისას. ახალი ციკლი იწყება ამით ჩვენო ძირფასო მსმენელებო, ესაც მინდა გითხრათ აუცილებლად. დიახ, მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რადიოს მოწვევისთვის და იმისთვის, რომ აი ამ ციკლს მხარი დაუჭირა. მე მოკლედ გეტყვით იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, რატომ მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს, რასაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი ჰქვია და რა ტიპის მონიტორინგის შედეგები დაიდება ძალიან მალე. პირველ რიგში 5 ორგანიზაციის კოალიცია, არაფორმალური კოალიცია, ეს არის ICCN, ანუ კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, ბატონი შოთას ორგანიზაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელი, ელკანა მეურნეობის ასოციაცია, აი ეს ორგანიზაციები არიან ჩართული თავისი ექსპერტებით 2011 წლის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგში. და ჩვენ ამ მონიტორინგს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ, 2009 წლიდან დავიწყეთ. ახლა რა არის მოკლედ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა? ეს არის შეთანხმება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სადაც ორივე მხარე იღებს ვალდებულებებს, რომ აი ამ პოლიტიკური შეთანხმების 8 პრიორიტეტი შესრულდება ორივე მხრიდან. ესე იგი, ერთის მხრივ საქართველოს გამოთქვამს მზადყოფნას, რომ აი ამ სფეროებში, რომელიც ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი, რეფორმები გაატაროს და დაუახლოვდეს ევროკავშირს თავისი წესებით, კანონებით და ასე შემდეგ, რეგულირებებით და მეორეს მხრივ ევროკავშირიც იღებს ვალდებულებას, რომ ხარი დაუჭიროს საქართველოს დაეხმაროს მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტით აი ამ პრიორიტეტების შესრულებაში. რა არის ეს პრიორიტეტები? ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის შიდა კონფლიქტების მოგვარება, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეს არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის განმტკიცება, ეს არის გარემოს დაცვითი საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, ეკონომიკის საკითხები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ორმხრივი ვალდებულების მქონე დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ინტენსიური გაფართოება დაიწყო აღმოსავლეთით, აი 2004 წლის 1 მაისის აი გაფართოების შემდეგ, როდესაც უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი შეუერთდა ევროკავშირს, ევროკავშირი უფრო დაუახლოვდა, თქვა ჩვენს რეგიონს მათ შორის. ხო, საჭირო გახდა რაღაც ახალი ჩარჩოს, ურთიერთობების ჩარჩოს მოძიება, რომელიც საშუალებას მისცემს და ევროკავშირს, რომ თავის უახლოეს სამეზობლოში, ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტი მნიშვნელობა ქონოდა და ასევე დახმარებოდა მის მეზობელ ქვეყნებს დაახლოვებოდნენ ევროკავშირს. მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ასე რომ ვთქვათ, გამოთქვა სურვილი და პოლიტიკური ორიენტირი აიღო დასავლეთისკენ და მათ შორის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და სისტემაში და სივრცეში ინტეგრაცია. თვითონ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა 2007 წლიდან შევიდა ძალაში.
და ის 5 წლიან გეგმას წარმოადგენს. ყოველწლიურად ახალი სამოქმედო გეგმა იდება. ანუ ეს არის ერთის მხრივ, რას აპირებს საქართველოს, თქვათ, კონკრეტულ წელიწადს გააკეთოს იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც ამ დოკუმენტშია მოცემული და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის რა გააკეთა, რა არ გააკეთა, რატო გააკეთა, ან რატო არ გააკეთა. ამის შემდეგ, ესე იგი, თქვათ, არასამთავრობო, ანუ ორი დოკუმენტი, რამდენიმე მონიტორინგი და შეფასების დოკუმენტი იდება. ერთი ამას საქართველოს მთავრობა წერს, წლის შეფასებას, როგორ ხედავს ის თავის წვლილს და რა გააკეთა და ჯერ წერს სამოქმედო გეგმას. მერე როგორ გააკეთა წლის ბოლოს. ასევე წერს ევროკავშირიც რა გააკეთა საქართველოს და თვითონ აი ვალდებულებებთან მიმართებაში და ასევე ალტერნატიულ, ასე რომ ვთქვათ, ანგარიშს ამზადებენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ჩვენი კოალიციაც აი ეს რამდენიმე ორგანიზაციის გაერთიანება ერთ-ერთი იმ კოალიციათაგანია, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონიტორინგს ახორციელებს. ანუ ჩვენ ძირითადად მაინც ვუყურებთ თვითონ საქართველოს მთავრობის მიერ დასახული გეგმის მონიტორინგს ვახორციელებთ. თუმცა ასევე ამ დოკუმენტში შევა ის, რაც ევროკავშირი, ეს ორმხრივი ვალდებულება, ეს არ არის მხოლოდ რომ აი საქართველოს მაიღო არა, ეს არის ორმხრივი ვალდებულებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. შემდეგ ეს თქვათ საქართველოს მხრიდან მონიტორინგის ანგარიშები მიეწოდება ევროკავშირს, მათ შორის სპეციალურ ოფიცერს, ესე ეწოდება, ესეთი პოზიცია არსებობს, რომელიც შემდეგ წერს უკვე ევროკავშირის ხედვა, როგორ შეასრულა, როგორ შესრულდა სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით შესრულებული ვალდებულებები, რომელიც სადღაც სამივე დასკვნის დიახ საფუძველს და სადღაც მაისისთვის ყოველ წელს უკვე ევროკავშირის ხედვა და ევროკავშირის შეფასება დაიდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს არის გარკვეულწილად გვაძლევს საშუალებას, რომ ჯერ ერთი მივადევნოთ თვალყური და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, თქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თქვათ, რა ხდება, როგორ სრულდება ეს გეგმის მისი ცალკეული პრიორიტეტები, ცალკეული აქტივობები, რომელიც გეგმაშია დაწერილი. წლევანდელი სამოქმედო გეგმა სადღაც 68 გვერდიანი დოკუმენტია, რომელშიც ესე იგი კონკრეტულად არის გაწერილი ყველა პრიორიტეტი. ჩვენმა კოალიციამ ჩვენი ორგანიზაციების ექსპერტიზიდან გამომდინარე 9 თემა შევარჩიეთ. აი ICCN-ი 3 თემას, 3 მიმართულებას, ასე რომ ვთქვათ, გაუკეთებს მონიტორინგს. ეს არის კონფლიქტებთან მიმართებაში, ასევე ძალიან საინტერესო მიმართულება გვაქვს განათლების სფეროში, აი განათლების სფეროსთან დაკავშირებით, როგორ სრულდება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები და მესამე ეს არის გენდერული თანასწორობის საკითხები ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში. ძალიან საინტერესო გენდერული პარამეტრები რამდენად მუშაობს. შოთას ორგანიზაცია, შოთა ამაზე უფრო დაწვრილებითი ლაპარაკებს, მაგრამ მე უბრალოდ გავაკეთებ. ერთი წამით, აი დავასრულებ რა გველოდება ჩვენ მომავალი 4 გადაცემის განმავლობაში. შოთა თავის წილს იტყვის, ასევე გარემოს დაცვის საკითხები გველოდება, ადამიანის უფლებების საკითხები გველოდება. და ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების, გრადი განვითარების საკითხები. ანუ ეს არის ის თემები, ის 9 ძირითადი საკითხი, რომელიც ჩვენმა კოალიციამ აირჩია იმისთვის, რომ მონიტორინგი გაუკეთოს და მიაწოდოს შემდეგ შედეგები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, როგორც საქართველოს საზოგადოებას, ისე დონორებს, ისე ევროკავშირს და საქართველოს მთავრობას რასაკვირველია. ესე იგი ძალიან ფართო მოხმარების დოკუმენტად გვინდა, რომ იქცეს ეს შედეგები. დიდი მადლობა გალტონშორნამ, ბატონი შოთა მურღულია გვერდება საუბარში, საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი და სწორედ ჯერ აი ამის თაობაზე ბატონ შოთა ცენტრის პოზიცია, ცენტრის როლი კოალიციაში და ამ მონიტორინგში. კი ბატონო, როგორც გალტონშორნამ აღნიშნა, ჩვენ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია ვართ, სადაც თემები გვაქვს გადანაწილებული, იგივე თქვა ჩვენი ორგანიზაცია 3 თემას ამუშავებს, ამ 3 მიმართულებით ატარებს მონიტორინგს. ეს არის სახელმწიფო შესყიდვები და ანტიმონოპოლიური რეგულირება, ეს გასაგები რომ იყოს მსმენელისათვის, თორე ქვია. დღეს ძირითადად ამაზე ვისაუბრებთ, სხვადასხვა ჩვენს მენელს რომ უთხრათ, აგრეთვე დეცენტრალიზაციის რეფორმა, ანუ ადგილობრივი ხელისუფლება, ანუ როგორ ხდება ძალაუფლების გადანაწილება ხელისუფლებას შორის და არა მხოლოდ ძალაუფლების, შესაბამისი ქონებრივი და საჯარო ფინანსების
მიმართულებით ესე ძალიან საინტერესო თემაა და მესამე ესა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, სადაც სამწუხაროდ დიდი წინსვლა საქართველოში არ აქვს. ანუ ეს სამი თემა, რასაც ჩვენ ახორციელებთ, მინდა აღვნიშნო, რომ კოალიციის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ერთიანი მიდგომა შემუშავებული. ანუ ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ კარგიც და დავინახოთ ნაკლოვანებაც და არა მხოლოდ ნაკლოვანება და გვინდა, რომ იგივე თქვა ხელისუფლებამ თუ რამე დააკლო, ანუ თუ პირიქით კარგად გაკეთა რამეს, გაჟღერებული იყოს, თქვა იგივე ჩვენი კოალიციის ფარგლებში. Tancheze გამონაშენებაა ისაუბრა, თქვა სტრუქტურა გვაქვს შემუშავებული, გვინდა რომ რაც შეიძლება ლაკონურად და გასაგებად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია იგივე ბრიუსელში, რადგან იქ თავისი სპეციფიკა არსებობს, თქვა ამ ინფორმაციის განხილვის, გვინდა რომ ჩავრთოთ სხვადასხვა წრეები, ექსპერტები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, ანუ ეს არ არის რამოდენიმე ექსპერტის მიერ შემუშავებული, არამედ თითოეული ორგანიზაცია თემის მიხედვით მათ შორის რეგიონალური ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონს იგულისხმება. ანუ თითო დასკვნას რამოდენიმე კიდე დამატებით ორგანიზაცია უერთდება, ანუ ისინი არ არიან კოალიციის წევრები, არამედ ისინი არიან ამ დასკვნას იზიარებენ. შესაბამისად დღესაც ერთ-ერთი ესეთ შეხვედრა იქნება 4 საათზე. სადაც ჩვენ გვინდა რომ დამუშავებული ინფორმაცია რაც ჩვენი ხედვაა, გავიგოთ სხვა როგორ ფიქრობს მიაჩნიათ თუ არა იგივე არის. მათ შორის ჩვენ ოფიციალური წერილებით მიმართავთ ყოველ შემთხვევაში ჩვენს მიერ დამუშავებულ თემებზე მიმართავთ სახელმწიფო სტრუქტურებს და გვინდა რა თქმა უნდა მათი მოსაზრებების გავიგოთ, რაც ლოგიკურია ჩემი აზრით. მოდით დღეს ჩვენოდიფასო სტუმრებო ჩვენი მსმენელების, ანუ საზოგადოების დამოკიდებულებას და მოსაზრებების გავიგოთ ამ თემებთან დაკავშირებით. მოდით უფრო მეტად დავა კონკრეტულ საკითხები და ვთქვათ, რომ დღეს ძირითადად ჩვენოდიფასო მსმენელებო თქვენ მოგმართავთ ანტიმონოპოლურ რეგულირების შესახებ ვისაუბრებთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მონაწილეობა, თქვენი ჩართვა აი ამ თემის განხილვაში, თქვენი დამოკიდებულება როგორ ხორციელდება და რამდენად სრულყოფილად ხორციელდება, ან რა ნაკლოვანებები არსებობს ქვეყანაში ამ მიმართულებით. საუბარია ანტიმონოპოლურ რეგულირებაზე და თუ სურვილი გექნებათ რომ დარეკოთ ან სტუდიის სტუმრებს შეკითხვა დაუსვათ ან მოსაზრება გამოთქვათ, აი ამ ტელეფონებით ისარგებლეთ 240 91 92 და 240 92 92. მოდით გადავიდეთ პირდაპირ თემაზე, თუმცა ვიდრე უშუალოდ ანტიმონოპოლურ რეგულირებას შევეხებით, მანამდე კიდევ ერთი ორიოდე დამატებითი კითხვა მინდა თუ შეიძლება კოალიციასთან დაკავშირებით. რასაკვირველია წლის ბოლომდე გრძელდება, ხო, წლევანდელი დაკვირვება თქვენი მონიტორინგი და ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენს პოზიციას, თქვენს კვლევას რამდენად ანგარის გასაწევად თulis იგივე ევროპა და ჩვენი პარტნიორები როგორ იღებენ ამ დოკუმენტს, როგორ იყენებენ შემდეგ, იმიტომ რომ პრაქტიკა არის უკვე, ხო? ევროკავშირი დეკემბრის პირველ რიცხვებში ელოდება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თავიანთ, ასე ვთქვათ, კონტრიბუციას აი ამ კვლევებს, მონიტორინგის შედეგებს, სხვადასხვა ანგარიშებს. ეს კი ღია კარის დღე არის 1 დეკემბერი, როდესაც გამოცხადდა კიდეც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან მეილი, ესე შეტყობინება, რომ ისინი მიესალმებენ. ეხლა როგორ იყენებს? ეს არის დამატებითი წყარო ევროკავშირის ექსპერტებისთვის, აი მე ვახსენე ესეთი პოზიცია ოფიცერი, რომელიც ყველა ქვეყანას და რეგიონს თქვა ყავს თავისი ისინი მუდმივად აქ არიან ოფიცერები, თუ როგორ ადევნებენ თვალყურს? არა, ისინი ბრიუსელიდან ხშირად მოგზაურობენ, როგორც ვიცი, და ან ჩამოდიან რაღაცა პერიოდი ინტერვიუებს იღებენ, აგროვებენ. მათთვის ეს მასალა, რასაც მივაწუდით, ეს არის წყარო იმისთვის, რომ უკეთ გაეცნონ აქ სიტუაციას. ერთ-ერთი ძირითადი ნამდვილად არის. მე რა ხდება, აი ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენც ვგეგმავთ ბრიუსელში სტუმრობას. არა მარტო გაუგზავნით ამ რეპორტს იანვრის თვეში, ჩვენ ვაპირებთ რომ ჩავყვეთ ჩვენს ანგარიშს და იქ ადგილზე ევროპარლამენტში, კომისიაში, საბჭოშიც
დავმართოთ შეხვედრები იმ შესაბამის ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოზე კონცენტრირდებიან. ასე რომ ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ 2010 წლის ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რა ვიცი, მე ამოვიკითხე ჩვენი ბევრი კოლეგის თქვათ ანგარიშიდან ციტატებიც კი, ანუ ნამდვილად უგდებენ ისინი ყურს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტია მათთვის, რომ გაიგონ რეალურად რა სიტუაცია ქვეყანაში, ასე რომ ეს არ არის უბრალოდ რომ იწერება რაღაც, ეს ნამდვილად იმისთვის არის რომ გამოიყენონ. და ბატონო, თქვენ როგორც ბრძანეთ, თქვენ თან აღნიშნეთ ეს მთავრობის მიერ დადებულ ანგარიშს ეცნობით, ხო? და ადარებთ შემდეგ თქვენს კვლევას. კი ბატონო, ანუ ზოგადად მეთოდიკა ვიდრე კომენტარს გააკეთებ და უპასუხებთ ამ კითხვას, მსმენელი გვერდება და მის კითხვას მოვინიშნავთ თქვენის ნებართვით. ანუ გისმენთ? მოგესალმებით ბატონო გიორგი და მოსწონებით თქვენს სტუმრებს და თქვენ დღეს ევროკავშირი ახსენეთ და აქ საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი და მე მინდა ერთი შეკითხვა და მოსაზრება გაგიზიაროთ. აი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს ძალიან რთული საკითხია და მე მიმაჩნია რომ ჩვენი ნატოში შესვლა და ევროკავშირში შესვლა უფრო ადრე მოხდება ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა სიტყვით ამის თაობაზე. გასაგებია, დიდი მადლობა. ცოტა ესეთი განსხვავებული თემა, მაგრამ ჩვენ ძირითადად მაინც კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტოთ ჩვენი მსმენელებისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე გვინდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში და იმ ძირითად მოთხოვნებზე, იმ ძირითად საკითხებზე, რაც სამოქმედო გეგმაშია, ხო? ჩამოყალიბებული. ეს ვიტყვი, რომ გეგმაში ეს საკითხებიც არის, მათ შორის აი რაც და ამაზე ჩვენ გვექნება, შეგვიძლია უთხრათ, რომ დაგველოდოს ჩვენი მსმენელი და უახლოეს ორშაბათს, ასე რომ ვთქვათ, ის ნამდვილად რაღაცნაირად მაინც მიიღებს პასუხს თავის კითხვაზე ყოველ შემთხვევაში. მოდი დავაკონკრეტებ, მე ბატონო შორენა, ჩვენი პარტნიორი ამ გადაცემაში სწორედ კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრია და ბუნებრივია ჩვენ ამ თემაზე ძალიან სიღრმისეული მსჯელობა გვექნება, როგორც გაბატონი შორენა დაგვერდათ ერთ-ერთ უახლოეს ორშაბათს 4 გადაცემა მიეძღვნება ამ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგებს, მიმდინარეობას, ასე რომ გვისმინეთ აქტიურად ჩაერთეთ და ძალიან ბევრ საინტერესო კითხვაზეც მიიღებთ პასუხს, თუ ჩაგვერთვებით უშუალოდ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, ამის საშუალებაც არის და კიდევ ერთი მსმენელი გვერთვება. ამ შემთხვევაში უფრო როგორც ითქვა პირდაპირ ხელიდან და პირდაპირ ეთერში მიიღებთ პასუხს. გისმენთ? გამარჯობა ბატონო გიორგი. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენ სამ უშუალო საკითხებს დავხსნით. მანდ ცოტა აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების სტრუქტურა როგორი არის და ვინ ხდება მათი დაფინანსება ვინაძე ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გასაგებია, დიდი მადლობა. თუმცა სტრუქტურის ძირეული განხილვა ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ საამისოდ დაუშვათ არც დრო გამოყოფილი, მოკლედ ორი სიტყვით თუ იტყვით, რაც ჩვენს მენელს აინტერესებდა და შემდეგ ძირითადად გავყვეთ. ძალიან მოკლედ შევეხებთ, ახლა არ დავიწყებთ აუხსნათ საერთოდ რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია. მით უმეტეს ჩვენ არაერთი გადაცემა გქონდა და არაერთ გადაცემაში მივუღიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია. ცოტა ზედმეტი შეიძლება იყოს. ცოტა მოკლედ ვიტყვით მაშინ და ალბათ ისიც საინტერესო იქნება თუ რატო გავერთიანდით, ანუ რა ეს კი თავისთავად ამ ორგანიზაციები ამ კოალიციაში, ნუ ამ თემების ირგვლივ. ანუ რა თქმა უნდა, როგორც უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყარო არის გრანტი და მათ შორის ნუ უმეტესად თქვათ არა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან რომელიმე ქვეყნის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება იყოს რომელი ხელისუფლების განისაზღვრება პროგრამები, განისაზღვრება პრიორიტეტები და ნუ რა თქმა უნდა ყველა არასამთავრობოს გადასაწყვეტია, ანუ დაეთანხმება არ დაეთანხმება, შეიტანს თუ არა პროექტს არავის არ აძალებს. ჩვენ ორგანიზაციებს, ეხლა ვინც კოალიციაშია წარმოქმნილი, ყავს ნუ სხვადასხვა დამფინანსებელი, სხვადასხვა პროექტები, მაგალითად ჩვენ ორგანიზაციაში 8 სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთი დამფინანსებელი, როგორც ვთქვათ, EID, გერმანული ორგანიზაცია არის ამ 5-ვე ორგანიზაციის
სხვადასხვა პროექტის დამფინანსებელი მათ ყავთ ბრიუსელში განაუცობ თქვა შორენამ კარგად თქვა ეს რომ ჩვენ იქ ჩასვლასაც ვაპირებთ თუმცა ამ იდის ყავს თავისი ლობისტი ორგანიზაცია ბრიუსელში და მისი იდეა იყო რომ ორგანიზაციამ ვისაც ის აფინანსებს აგრეთვე გააკეთონ ეს მონიტორინგი და ის ლობისტი ორგანიზაცია გვეხმარება ჩვენ რომ უფრო კარგად მივიტანოთ ეს ინფორმაცია ბრიუსელში ანუ ეს არის კიდევ ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმი რომ ჩვენი ინფორმაცია გაჟღერდეს მინდა აღნიშნო რომ ხა ჩვენ არა ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში და ჩვენ არ ვამბობთ ესეც მინდოდა მეკითხა სამთავრობო კომისია თუ აი ვინც წერს ამ დასკვნას მათთან როგორი კავშირი და როგორი ურთიერთობა გაქვთ და თუ გაქვთ საერთოდ ასეთი ურთიერთობა აუცილებლად ეგეთი პრაქტიკა აი ჩასაფრებული არ ვართ რომ ბძანეთ აი იქიდან გამომდინარე ერთ-ერთი დოკუმენტი არის მარტივად ვთქვათ ეროვნული ინდიკატორული პროგრამა რომელიც არის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო ანუ სამეზობლო პოლიტიკა ბევრი სხვადასხვა მიმართულებისგან შედგება ჩვენ ვიყავით ჩართული რომ ახალი ეგრეთ წოდებული NIP დოკუმენტი შექმნილიყო და იქ ქონდა ჩვენ ისევ როგორც სამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ჩვენი რეკომენდაციები ჯერ მათ დაეგზავნათ მათი ინფორმაცია მივიღეთ რა თქმა უნდა მონიტორინგია და რა თქმა უნდა მახვილდება ყურადღება იმაზე თუ რა არ მოხდა სწორად ან რა შეიძლება უკეთ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენც რა თქმა უნდა ამ ქვეყნისთვის გვინდა უკეთესი და გვინდა რომ რა თქმა უნდა როგორც ყველა არასამთავრობო ხელისუფლება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ამ მიმართულებით და არა მარტო ხელისუფლება ევროკავშირიც თავის მოთხოვნებში მადლობთ ორი მსმენელი გველოდება მოვისმენთ კითხვები ალო გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ დიახ ალო ბატონო გამარჯობა ბატონო გოგით თქვენ კარგი საკითხი წამოაყენეთ ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ კი ბატონო ეხლა დავიწყებთ საუბარს კი მონიტორინგის შესახებ და მე ბოდიში ხრი მაგრამ აი ამ უსაგნო ლაპარაკით რომელიც ჩვენ ეხლა მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისაგან ნუ გამოვათაყვანებთ რა ბოდიში ხრი კიდევ ჩვენ რადიო მსმენელებს თუ შეიძლება ცოტა საგანთან ახლოს ვილაპარაკოთ დიდი მადლობა ჩვენ არ იქნებით ევროკავშირის წევრები და ნატოს წევრები და მუდმივად მეზობლები და მეგობრები იქნებით და აი ამაზე ვილაპარაკოთ კი ბატონო რა თქმა უნდა ძალიან საგნობრივი საუბარი გვინდა უბრალოდ კითხვები გაჩნდა და უპასუხეს ჩვენმა სტუმრებმა ამ შეკითხვებს თუ შეიძლება უშუალოდ გადავიდეთ მაშინ ანტიმონოპოლურზე სიამოვნებით მაგიტომაც მოსული მოვედით არ გვინდა რომ დავტოვოთ ღია კითხვები რომ კი ბატონო ძალიან მძიმე და საინტერესო თემაა და როგორ მუშაობთ თქვენ რა აჩვენა მონიტორინგმა რას აპირებთ კიდევ ვინაიდან ცოტა დრო კიდია დარჩენილი და ალბათ სამუშაო კიდევ ბევრი ხო? კი ბატონო კეთვით მოკეთ ეს ანტიმონოპოლიური რეგულირება თვითონ ეს ტერმინი უბრალოდ სპენელისტვის კარგად იყოს გასაგები თუმცა დიდი ხანია შეიცვალა და თვითონ სიტყვა ანტიმონოპოლიური არ მოხსნათ ამიტომ ეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკაზე არის საუბარი თუმცა ანტიმონოპოლურ რეგულირებაში რაც ადრე იგულისხმებოდა ამაზე არის აქ საუბარი ჩვენ არსი მაინც ეს არის არსი რა თქმა უნდა იგივე არის აქ საუბარი არის 4 მიმართულებით ერთ-ერთი მიმართულება არის რა თქმა უნდა დომინანტური პოზიციის მქონე ორგანიზაციების მიერ თქვათ ბოროტად გამოყენება ძალაუფლების არავინ არ გძალავს მათ შორის არც ევროპაში რომ ვინმე გაიზარდოს და თუ გინ მონოპოლისტის გახდეს ოღონდ თუ ის სწორი წესებით ითამაშებს თუმცა ძალიან დიდი რისკი არსებობს რომ თუ ბაზრის დაახლოებით 30%-ზე მეც მოიპოვებს რომ შემდეგ რაღაც ხელოვნური მეთოდებით არ დაუშვას სხვა მცირე მწარმოებელი თუ კონკურენტი მეორე მიმართულება რა თქმა უნდა არის თქვათ ევროკავშირში ევროპის ქვეყნებში გნით კონკურენციის ხელშეწყობა იმიტომ რომ ექში და ბაზარია თუმცა ამას შეგვიძლია თურებით დიდი ყურადღება არ მივაქციოთ ჩვენთან რაც უფრო ადეკვატურია ის ვნახოთ ერთ-ერთი მიმართულება არის სახელმწიფოს მხრიდან ანუ კონტროლი იმისა რომ სახელმწიფომ არ მიიღოს ისეთი დეკრეტები, კანონები, ბრძანებულებები, რომლებიც შეზღუდავს ეკონომიკას და მათ შორის ერთ-ერთი ესეთი არის სახელმწიფო შესყიდვებიც. ამიტომ ჩვენ ეს თემას გამოვიტანეთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, სახელმწიფო არის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი ბაზარზე, ერთ-ერთი, იმიტომ რომ მისი ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 25-დან 30%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ მსხვილი შემსყიდველია და ბევრ სფეროში შეიძლება ითქვას, რომ მასზე მსხვილი შემსყიდველი არ არის. ეს უკვე მონოპოლისტიც არის. ეს არის შესყიდვიდან გამომდინარე და ამიტომ უნდა მოხდეს სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ეს თანხები რაც შეიძლება მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ანუ შეჯიბრითობის პრინციპი არ უნდა დაარღვიოს ბაზარზე
ანუ და ერთ-ერთი კიდევ მთავარი მიმართულება არის ეგრეთ წოდებული კარტელური შეთანხმებების რეგულირება. კარტელური შეთანხმება ნიშნავს, რომ რამოდენიმე მსხვილმა თქვათ იმპორტიორი იქნება თუ გამყიდველი არ მოახდინონ ფასების ხელოვნურად შექმნა, ვისაც თქვათ მსმენელს აქვს ამ ინფორმაცია ვეტყვი, რომ აქ არაელასტიკურ მოთხოვნაზეა საუბარი, ანუ ისეთ საგნებზე, სადაც ადამიანი მიუხედავად დიდი ფასისა ვერ ახდენს რაოდენობის ადეკვატურ შემცირებას, ხო? თქვათ შეიძლება ეს იყოს წამალი ან ასე შემდეგ, ანუ რაზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება კიდე არის შერწყმა. ანუ ევროკავშირში ძალიან კონტროლდება, რომ არ მოხდეს თქვათ დიდი კომპანიების შერწყმა და აქედან კონკურენციის შეზღუდვა. ანუ ევროკავშირში ძალიან კარგი კანონმდებლობა აქვს ამ მიმართულებთან. ის კი არ ზღუდავს, თქვათ ზოგი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომ მონოპოლისტი ცუდია და ასე შემდეგ, არამედ ის ამბობს, რომ დასაშვებია ოღონდ თუ ის არ გამოიყენებს აკრძალულ მეთოდებს ბიზნესში. ეს ძალიან რთულია ამის დადგენა, თუმცა ევროკავშირი წავიდა ამ გზით, რომ არა აკრძალოს, არამედ არეგულიროს და ნახოს, არ მოხდეს ესეთი. ალბათ ახლა საინტერესო იქნება რა ხდება საქართველოში, ევროპაზეა საუბარი. საქართველოში 96 წლის შემდეგ სოფლიო ბანკი დაეხმარა საქართველოს, ძალიან მცირე ექსკურსი გავაკეთე, მაინც როგორ წავედით და ჩვენი კანონმდებლობა ძირითადად ჰარმონიზებული იყო, თქვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტებთან, ან ანტიმონოპოლური რეგულირების მიმართულებით, იყო სამსახური, იყო კანონმდებლობა. თუმცა ეს მარტო საკმარისი რო არა ხვდებით, იყო საკმაოდ დიდი კორუფციაც და შესაბამისად ეს ნორმატიული აქტები არ მოქმედებდნენ. ესე იგი კანონმდებლობა იყო თავისთვის? კანონმდებლობა იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს მოქმედია, მაგრამ არ მუშაობდა და პირიქით იყო კორუფციის წყარო. რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, თქვათ ამ რევოლუციის შემდეგ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ძალიან ბევრი მიმართულებით გატარდა რეფორმა და მათ შორის ერთ-ერთი რეფორმა იყო, რომ სასწრაფოდ, თქვათ 2005 წელს, სასწრაფოც არ იყო, ზოგადად მომხდარიყო ამ კანონმდებლობის გაუქმება და ახალი კანონის მიღება თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ, სადაც აი ჩემს მიერ ჩამოთვლილი თემებიდან მხოლოდ ერთი თემა იქნა გათვალისწინებული, ეს იყო სახელმწიფო, ანუ რეგულირება, რომ სახელმწიფო არ ჩარეულიყო ეკონომიკაში. დანარჩენი რაცაა ტრასტული შეთანხმება, ანუ ფასების ხელოვნური შეთანხმება, რაცაა შერწყმა, რაცაა დომინანტი პოზიციის, ანუ მსხვილი პოზიციის არაკეთილ სინდისერად გამოყენება, ეს საერთოდ ჩვენ კანონმდებლობაში საერთოდ არ იყო ასახული. ამაზე ჩვენ წლებია მუშაობთ და დასკვნებსაც უყურებთ, თქვათ, რაც ბოლო წლებში ევროკომისია ყოველ დასკვნის შემდეგ ამ მიმართულებით იყო, რომ კონკურენციის მიმართულებით წინსვლა არ შეინიშნება. ეს იყო წლების განმავლობაში. შემდეგ ხა რამიცა სტიმული, სხვა შორის ეს ძალიან განსაკუთრებულია. სტიმული არის, რომ ჩვენ როგორც ვიცით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა გვინდა გქონდეს ევროპასთან, ჩვენ ვსარგებლობთ როგორც GSP, ისე GSP+-ით, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა. ანუ წარმოგიდგენიათ, რომ ევროპასთან ჩვენ შეგვეძლოს ამ მიმართულებით ვაჭრობა, თუმცა აქ საბაჟო რეგულირება და საბაჟო ტარიფები იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც 4 ძირითადი კრიტერიუმი, რაც ჩვენ დაგვიყენეს, რომ საერთოდ ლაპარაკი დაგვიწყონ ამ თემაზე. აქ ჯერ არაა საუბარი, რომ მივიღებთ თუ არა. აქაა თავიდან, რომ ანუ ისინი ამბობენ, რომ თუ გინდა ჩვენთან საუბარი, თქვენ რაღაც დონეზე ჩვენი წესები უნდა გესმოდეთ, ხო? თორე ისე ვერ დავიწყებთ საუბარს. და ამ 4-დან 4 ძირითადი მოთხოვნა დაგვიყენეს, ერთ-ერთი იყო, რომ ანტიმონოპოლიური, ანუ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკა უნდა მოსულიყო სულ მცირე საკანონმდებლო რეგულირება და ჩარჩო ევროკავშირის რეგულირებასთან. აქედან დაიწყო ეს მნიშვნელოვანი, ახლა 2010 წელს ბევრი არაფერი არ გაკეთებულა ამ მიმართულებით, არამედ სააგენტო, რომელიც იყო ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაქვემდებარებაში, გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა არც ფუნქცია გაზდია და არაფერი, ანუ ეს ფაქტიურად არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო. თუმცა 2011 წელს გაიწერა ძალიან დეტალურად. სამინისტროდან თუ გამოვიდა, ეს არ ნიშნავს. სამინისტროდან გამოვიდა, მაგრამ ფუნქცია არ აქვს და სად იქნება რა მნიშვნელობა აქვს თუ ფუნქცია არ ექნება. ამას სახელმწიფო, ანუ ხელისუფლებას აღიარებს, ეს არ არის რაიმე დიდი აღმოჩენა თქვა არასამთავრობო სექტორის. 2010 წლის ბოლოს მიღებული იქნა სტრატეგია. სტრატეგია, სადაც ზუსტად გაწერილი არის, თქვა რა უნდა მოხდეს. ახლა სტრატეგია თუ მისი რეალიზება არ მოხდა, ამიტომ 2011 წელს დაიდო ვალდებულებაში, ანუ საქართველოს ევროკავშირის შორის, რომ
კანონპროექტი შემუშავდება და პარლამენტს წარედგინება, ანუ უკვე კანონპროექტი, მოხდება ტრენინგების ჩატარება და ამავდროულად და საზოგადოების ინფორმირებაც, მათ შორის მეწარმეების ინფორმირებაც, რომ რა არის, ეს არ შეიძლება ხელოვნურად რაღაც შემოვიღოთ და არ იყვნენ ინფორმირებული მეწარმეები, მათ შორის ცოცხალი მეწარმეები და ის რა თქმა უნდა საკითხები, თემები წავა სასამართლოში, როცა ეს ამუშავდება და მოსამართლეებსაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია უნდა გააჩნდეთ. აი ეს ყველაფერი ჩაიდო 2011 წელს. ჩვენ ხავ ამონიტორინგებთ როგორც 2009 დამოყოლებული და ვნახეთ რა მოხდა 2011 წელს. ერთი რომ კანონპროექტი შემუშავებულია და პარლამენტში წარდგენილია და დღეს მდგომარეობით პირველი მოსმენით არის მიღებული. მეგეთქვით რა მიგვაჩნია ჩვენ დადებითი და არის შესაბამისობაში ევროპის რაც შეეხება საკუთარ გვიანურად არის გაკეთებული რომ განმარტებები აი აბსოლუტურად ყველაფერი თითქმის ერთ-ერთზე აგებული არის ევრო კომისიის რეგულაციები და ნუ სხვადასხვა რეგულაციები ალბათ მათ ჩამოთვლას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის რომ კანონპროექტი რო შევიდა პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ გახდა ეს საზოგადოებისთვის ცნობილი და მანამდე ამას წერდა ხელისუფლება და მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლები და ამაში შვედეთის კონკურენციის სააგენტო ანუ ჩვენი თქვათ ერთ-ერთი სააგენტო ევროპაში ეხმარებოდა საქართველოს იქ და მათი დასკვნაა რომ ეს პრინციპში შეესაბამება ევროკავშირის რეგულირებას. თუმცა არის რამოდენიმე საკითხი, ნუ ჯერ ერთი რომ რა თქმა უნდა გამჭირვალების ხარისხი იყო დაბალი და ეს არა მხოლოდ ამ სტრატეგიაზეა საუბარი, ზოგადად ხელისუფლება სანამ არ დადებს დოკუმენტს, მანამდე რაღაც დიდი განხილვების ორგანიზებას არ ახდენს და ამ კანონპროექტს მოყვება განმარტებითი ბარათი, სადაც ზუსტად წერია რომ ეს ხელისუფლების და ევროკავშირის ექსპერტების მიერ არის დამუშავებული. შემდეგ, ნუ რაზე შეიძლება გამომახვილოთ ყურადღება. ამ კანონში გათვალისწინებულია ისევე როგორც ტრასტული შეთანხმებები, ანუ ფასის, ასევე შერწყმა მსხვილი კომპანიების, ასევე სახელმწიფოს ჩართულობა და ანუ არასწორი ქმედებები, დომინანტური პოზიციის გამოყენება, ეს ყველაფერი გაწერილი არის. პრობლემები არის რომ ზოგადად ექსპერტებს შორის ახლა მოსაზრება რომ ეს ყველაფერი გაიწერა, თუმცა არ ხდება ბოლომდე ამ სააგენტოს გაძლიერება. ანუ მას ფუნქციები ემატება, მაგრამ თუ ჩავხედავთ მომდევნო ბიუჯეტს, საფერი დიდი ფინანსური რესურსი ამისთვის მათ არ აქვს. თუ ჩავხედავთ და ნახავთ ვინღებულობს გადაწყვეტილებას, ანუ ყველანაირად ხელისუფლება ეცადა რომ არ მიეღო ამ სააგენტოს გადაწყვეტილება, მათ შორის ჯარიმა იქნება თუ ასე შემდეგ, ნუ ეგეთი რეგულირება ამ მექანიზმის გარეშე ან თუ არ იქნება რაღაც კორუფციის გაჩენის ეშინია და სასამართლოში გადავიდეს, თუმცა არის მეორე კითხვა, რომ რა დაცული არის სასამართლო კორუფციისგან, ანუ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველგან შეიძლება თქვა ეს კორუფცია გაჩნდეს. უმეტესობა ქვეყნებში თვითონ სააგენტო ძალიან მოქმედი სუბიექტია ყველა ქვეყანაში და არსებობს კიდე ევროკომისიის ცალკე სამსახური, რომელიც ანუ უფრო მსხვილ საკითხებს განიხილავს და ისინი პირდაპირ არის გაწერილი ჯარიმები, სანქციები, აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ერთი საკითხი არის ეს, თუმცა ნუ ხელისუფლება რა თქმა უნდა ამბობს რომ რა პრობლემაა წავიდეს სასამართლოში, გადამზადებული მოსამართლე იქნება და ის განიხილავს, ნუ აქ შეიძლება უბრალოდ დროში გაიწელოს რაღაც ქმედება და პლუს ამას ეს მეწარმისთვისაც არ არის ჩვენი აზრით სრულად მომგებიანი, იმიტომ რომ მას ერთი ინსტანცია აკლდება. თუ სააგენტო დააჯარიმებს, მას უკვე აქვს ინსტანციები რომ გაასაჩიროს და თუ პირველივე გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დონის სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოზეა საუბარი, ანუ გასაჩივრების ერთი ეტაპი შეიძლება თქვა მოაგდეს. ახლა ეს შეიძლება ვთქვას რომ არაა ძალიან მნიშვნელოვანი. პლუს ამას ჯარიმები რომლებიც არის ჩადებული, ჩვენი აზრით არის არ გამოიწვევს რეალურ სტიმულირებას. აი მაგალითად ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სააგენტოს თქვათ ვინც შემჩნეული არის ამ ქმედებაში. და თუ არ მიაწვდის ინფორმაციას 1000-დან 3000 ლარამდე არის ჯარიმა. და ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ დომინანტი პოზიციის მქონე სუბიექტებზეა საუბარი და დომინანტური პოზიცია ჩვენთან 40%-ით განისაზღვრა ბაზრის მთლიანი წილის რა თქმა უნდა იმ სეგმენტში. გამოდის რომ იმ კომპანიებს შეუძლიათ 3000 ლარი არაადეკვატურია თუ ნახავთ ევროპაში მაგალითად მსგავსი 1-2003 რეგულაცია არსებობს არის მაქსიმუმ იქაც დადგენილია მაქსიმუმ და არ ნიშნავს რა აუცილებლად წინა წლის ბრუნვის მაქსიმუმ 1% შეიძლება იყოს ჯარიმა ინფორმაციის არ მიწოდებისათვის. თუ გამოვიყენებთ იმათ მაქსიმალურ განაკვეთს და ჩვენ 3000 ლარს მივიღებთ 300000 ლარს. გასაგებია 300000 ბუნვა ეს არის. თუ შეიძლება შეგაწყობინებ დანიშნოთ და მსმენელი გველოდება მისი კითხვა მოვინიშნოთ. ალო გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენ სტუმრებთან ბატონებო.
აი ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასაც ცნობს ევროპა. ნატოც და სხვა ქვეყნები რა. ხო და ეხლა მაინტერესებს ჩვენ ხელისუფლებას ისეთი პოზიცია უჭირავ, ისეთ ჩქარობს, რომ ესეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არის შესაძლებელი თითქოს ნატოში და ევროკავშირში შესვლა. მე მაინტერესებს ასეთი რა, თუ შევედით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ნატოში ან ევროკავშირში, აი რა გარანტიებია იმისა, რომ დაუშვათ ან ევროკავშირი და ან ნატო, ასე ვთქვათ, ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს ისე ხო არ გამოვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფონზე ჩვენ მიგვიღო ნატოში და ასე ვთქვათ ევროკავშირში და ასე ვთქვათ აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ დავყავთ. კლასიკებია, დიდი მადლობა. გალტონი შორენა ძალიან გულისხმობით გისმენდა და ეს ზუსტად იმ გადაცემის თემაა, რომლის თაობაზეც მოგახსენებდათ გალტონი შორენა და აუცილებლად ამ თემაზე იმ გადაცემაში ეხა პატარა კომენტარი კი ბატონო ძალიან პატარა. დიახ, იმიტომ რომ რა მინდა ვუთხრა რადიოს მსმენელს, რომ ის რომ აი ეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაც იმის დადასტურება და მსგავსი ორმხრივი რაღაც პოლიტიკური შეთანხმებები, რომ ევროკავშირის და ნატოც თავის რაღაც სწორ პარტნიორად გვიყურებენ, უნდათ დაეხმარონ საქართველოს და ასე შემდეგ. და ამიტომ ანუ ის რაღაც უნდობლობა რაც საზოგადოებაში არის, მოკეთ გვინდა რომ მე და შოთა და ჩვენმა სხვა პარტნიორებმა რაღაცნაირად გავუქარწყლოთ და ის რომ საქართველოს დღეს არის იმ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამო, რასაც ევროპა და საერთოდ ეს ევროატლანტიკური სივრცე ჩვენს მიმართ იჩენს. ანუ ეს ძალიან მინდა, აი მე პირადად რომ ძალიან კარგად გაიგოს საქართველოში საზოგადოებამ. არაფერი, ესე იგი, ციდან არ ცვივა. ეს ყველაფერი არის ბევრი მუშაობის შედეგი და ძალიან დიდი მხარდაჭერის შედეგი და ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ ის რაც არის ამ პოლიტიკის დოკუმენტი უკეთესად სრულდებოდეს იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გქონდეს და უკეთესი ცხოვრება გქონდეს. ანუ ეს მინდა რომ ძალიან კარგად გაიგოს საქართველოში საზოგადოებამ და ძალიან გულისყურით მოусმინოს იმას, აი ამ კონკრეტულ თემებს, რაზეც ჩვენ ვილაპარაკებთ ამ 4 გადაცემაში. და ალბათ მეરે იმედია განმავლობაში, რომ სწორედ ეს კონკრეტული თემები განაპირობებს იმას, რომ რაღაცა წინსვლა ამ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, გარემოს დაცვის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. აი ძალიან ყურადღებით მოусმინო, იმიტომ რომ ეს სწორედ რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებას ეხება. აი ეს პატარა კომენტარი. კი ბატონო, ვცლათ უფრო, როდესაც საუბარი გვექნება. გასაკვირველია. უშუალოდ ამ საკითხებზე თან უახლოეს ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში. რაც შეეხება მოდი ისე მოკლედ ვიტყვი ანტიმონოპოლურს, ხო? ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ბატონო და თუ შეიძლება გავაგრძელოთ ისევ ამ თემაზე თქვენი კომენტარი აქ აღარ გვინდა მე მგონი ნატოსთან დაკავშირებით. მე არც ვარ ამის ექსპერტი და კი ბატონო. სხვა მსმენელს გავანაცხადებთ, იმიტომ რომ კონკრეტი გამოგთხოვეს. დიახ, ნამდვილად. ნუ რაც შეეხება ეს ჯარიმა ვთქვით, არსებობს ეს ინფორმაციის მოუწოდებლებისთვის, არსებობს ჯარიმა კონკრეტული ქმედების დარღვევისთვის. ესე იგი თვითონ კანონმდებლობაში ეს პუნქტიც ალბათ შესაძლებელი იქნება. ეხლა არის მიღებული ზოგადად ეხლა ჩემი ვარაუდი არის რომ რა თქმა უნდა ეხლა ვიწყებთ და მოდი ძალიან ძლიერი და რთული და მძიმე არ იყოს, თუმცა მაშინ გაწერილი უნდა იყოს ჩემი აზრით პროგრამით რომ თუ გვინდა დავუახლოვდეთ თქვა 100 ჯერ ნაკლები ჯარიმა თუ იქნება, მივიღებ დაახლოებით იმ სიტუაციას, რაც ეხლა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მივიღეთ და ოფიციალურად გამოვიდა სტატისტიკური ეროვნული სამსახური დაიდოვე გვერდებზე რომ არ გვაწვდიან ინფორმაციას მეწარმეები და ხა ჩვენ თქვენ რომ ჩვენგან ობიექტურ სტატისტიკას მოითხოვთ თუ არ ითანამშრომლენ მათმა, ნუ ჩვენ როგორ გავაკეთოთ? ანუ აქაც არის რა თქმა უნდა სახელმწიფო სტრუქტურა თუ არსებობს და ვინმეს ვალდებულება აქვს ან მიაწოდოს თუ სხვადასხვა იქნება ინფორმაცია, იქ რეალური ბერკეტს უნდა მუშაობს. ახლა ჩვენ არ გვინდა რა თქმა უნდა ბიზნესი ძალიან შეიზღუდოს, ან ჩვენ ნამდვილად მივესალმებით რომ გააგებინონ ზუსტად რა არის, რა წესია, იმიტომ რომ როცა ეს კანონმდებლობა არ არსებობდა პრაქტიკულად არც ადრე იყო იურიდიული ძალა კი ქონდა, მაგრამ ნუ არავინ ამის აღსრულებას არ ახდენდა. არის ბიზნესის სხვადასხვა სფეროები, რომლებიც არც იციან შეიძლება ეს
რა არის სწორი თამაშის წესი. ანუ ამიტომ უნდა მოხდეს მათი ინფორმირება. იგივე ინფორმირება უნდა მოხდეს საზოგადოების, მოსამართლეების. დრო ცოტა გვაქვს და ამიტომ ესე იგი იქნება მოვასწრო ძირითადი რომ რა ეტაპზეც ვართ მოსმენა იყო უკვე ხო ერთი მოსმენა. აი აქაც რაღაც ნიუანსებია, რითაც დავუშვათ თქვენი დამკვირვებლები, თქვენ ხართ უკმაყოფილო და როგორც შენიშვნა ისე ჩაიწერება თქვენ დამკვირვებაში. ჩვენი არის რომ ჩართვა საზოგადოების და იგივე ექსპერტების და ამ თემისადმი ძალიან დიდი არის ინტერესი. საზოგადოების მხრიდანაც და ექსპერტების მხრიდანაც. ამიტომ შესაძლებელი იყო რომ უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო კანონპროექტის დაწერამდე. რაც შეეხება განხილვას ის ოფიციალურად თუმცა შენიშვნის სახით ჩაეწერება თქვენს იქნება რომ ის როგორ სტრატეგია იყო წინა წელს მიღებული რომ როდის იქნება რა იქნება როდის იქნება და სულ იქნება მალე და უცებ დაიდება. თქვათ ის სტრატეგია იყო და ისე დაამტკიცეს რომ არც იყო აუცილებელი ხა თქვათ დიდი განხილვების მოწყობა, მაგრამ ხა კანონი რა თქმა უნდა მოსმენებია და უკვე ეს ინფორმაცია არის და რა თქმა უნდა შენიშვნების მიწოდებაც შეგვიძლია და ჩვენც სადაც თუ ეხა რაიმე შეხვედრა ფიქსირდება, ანუ ტარდება, ვამბობთ თქვათ იგივე რაც ჩვენ მიგვაჩნია. თუმცა ერთი რამეც უნდა ვთქვათ რომ არსებულ კანონთან ეს კანონპროექტი არის უცადად დედამიწასავით. ანუ ის არაფერს არ ითვალისწინებდა და ეს ძალიან ბევრს ითვალისწინებს, თუმცა არის პროგრესი არის. რა თქმა უნდა დიდი არის პროგრესი თვითონ კანონის მიხედვით. აი სხვა თემაა აღსრულების მიხედვით რა იქნება. ანუ ჩვენ არ გვინდა რომ მივიღოთ კანონი და მივიღოთ ისეთი ორგანო, რომელიც რეალურად ამას არ განახორციელებს, ან ვერ განახორციელებს, ან ეს იქნება ეგრეთ წოდებული ევროპისთვის საჩვენებლად, რომ აბატონო მთელი განმავლობა როგორც თქვენ გინდათ ისე გვაქვს, მაგრამ არ მოხდეს ამის აღსრულება. ჩვენ ზოგადად საზოგადოებას რა თქმა უნდა ინტერესებს ამის აღსრულება მოხდეს და ის ეჭვი რაც არსებობს, რომ არსებობს ხელოვნურად შედგენილ ფასზე, ამას ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის, იმიტომ რომ ამას კვლევა ჭირდება. ხო, შეიძლება რაღაც კორელაციები დადგინდეს, მაგრამ ამ სააგენტო საქმეა, რომ ეს ბაზრის კვლევა განახორციელოს და ადგენოს იყო თუ არა მართლა შეთანხმებები და ასე შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი მოდიში და ჭორაობის დონეზე არის, რომ და რაღაც ზეგავლენაც მოახდინოს პროცესში. რა თქმა უნდა, თუ ზეგავლენა თავარია, ბერკეტები უნდა კონდეს აიმისო, ხო? რა თქმა უნდა, არსებობს სკეპტიკოსების მოსაზრება, რომ ეს აუცილებლად კორუფციის წყაროა, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლოთ ისიც. თუ მოინდომებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თუ მოინდომებს ხელისუფლება, ყველაზე კორუმპირებული საგზაო პოლიცია იყო და ძალიან კარგი რეფორმა გატარდა ჩემი აზრით იქ ამ კორუფციის მიმართულებით და ნამდვილად კარგი მაგალითია, კი ბატონო. ამიტომ თუ იქნება ნება, იქნება მისი აღსრულებაც. აი ზოგადი ის აი მე მგონი რომ აი რაღაც ზოგადი მიდგომები გვაქვს ყველა წევრს, მაგალითად ის რომ რეფორმებამდე და მათ გატარებამდე რაც თქვა შოთამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება იყოს რაღაც მოლოდინი კონდეს იმისა რა არის მოსალოდნელი, ხო, იცოდეს, იყოს დისკუსიები. აი ეს არის ზოგადი მიდგომა ჩვენი ყველა ორგანიზაციაში. უკეთესი ინდიკატორები გქონდეს შესრულების, ანუ სამოქმედო გეგმა რა არის დაგეგმილი და როგორ შემოწმდება მათი შესრულება, ისიც წერია და ეს ინდიკატორები ხშირად არის ძალიან რაღაცნაირად ბუნდოვანია, ორაზროვანი. ესეც არის ყველა ორგანიზაციის მიდგომა, რომ უკეთესი ინდიკატორები გქონდეს, რომელიც საშუალებას მოწმებს უკეთ შევაფასოთ მიმდინარე პროცესები სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ანუ ეს რაღაც ზოგადი საერთო შენიშვნები და საერთო მოსაზრებები სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს და ამაზე კონსენსუსიც არსებობს ორგანიზაციების. სახელმწიფო შესყიდვებზე ხა ჩვენ ვერ გავამახვილეთ დიდად ყურადღება იქ, ნამდვილად ბოლო წლიდან დამოყოლებული საკუთარ კარგი ტენდენცია შეინიშნება ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის და ასე შემდეგ. ანუ ეს არ ნიშნავს რომ რაღაც არ კეთდება. ბევრი კეთდება, მაგრამ ნუ შეიძლება უკეთას გაკეთდეს. დიდი მადლობა, დრო ამოგვეწურა გალბატონო შეორენა და ბატონო შოთა. მე მხოლოდ იმის დრო რჩება რომ შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი გალბატონ შორენა ლორდ კიფანიძე და საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ბატონი შოთა მურღულია იყვნენ ღია სტუდიის სტუმრები. გადაცემაზე მუშაობდით ლია ციკლაური, ნათი არველაძე, ლელა ვაშაკიძე, თეა ბიჭაშვილი და გიორგი ჩოკოშვილი. მომავალ ორშაბათს ამ თემებზე კვლავ გავაგზავნებთ საუბარს და საუბარი იქნება გარემოს დაცვაზე.
სტუდია